მურადი, ომის ვეტერანი და მარტოხელა მამა. უკვე 20 წელია ის ამ შტატის სირთულეებს თავის ერთადერთ შვილთან, ფატიმასთან ერთად უმკლავდება. ქალაქის შორეულ უბანში, ქუჩის ბოლოს, მურადის პატარა მაღაზია დგას. მტვრიანი თაროებით, სუსტად განათებული ჭერით და გაყინული ჰაერით. შვილი, მოდი გინაჩვანე, ტელევიზიიდან ხარ? მოდი თან გეწენიებ კაი ინტერვიუს არ გინდა? მოგდანით თავიდან როგორც საკუთარ მაღაზიაში. ფატიმა გაი დიან კამბატონო მივან პენსიონერი და ვეტერანი ამავდროულად ფლობდა გინდა ხელაბი ამოდინა ბიზნესა. მიუხედავად ყველაფრისა, მურადი დილით ისევ აღებს მაღაზიას, მისი ფიქრები მხოლოდ ერთია, ფატიმა არ დაჩეს მშიერი. არ იგზნოს ის სიცივე და ის ტკივილი, რასაც თვითონ გრძნობდა ახალგაზრდობაში. მურადი უკვე წლებია სიმშვიდეს ვერ პოულობს. მისი პატარა მაღაზია ხშირად მძარცველების სამიზნე ხდება. ყაჩაღები, რომლებიც ღამით ფანჯრებს ამტვრევენ და ისედაც მცირე შემოსავალს ართმევენ კაცს, რომელიც ოდესღაც ამ ქვეყნისთვის იბრძოდა. ხშირი დათვა მიმდინარეობს საჩემ მაღაზიაზე. დიაგიდება მოყვა კამბატონო. მოვიდა ოდი პაპაკაცი მოვიდა დასიდებული პოლიციელი მოვიდა. ადმინ კონდახები უტყვენ ამ დანაშაულებმა. თავში უტყვენ იყვნენ ტუალეტში იგი რაღაცა ხმები გამოდიოდა, უბედური ხმები გამოდიოდა, მე ის პატონები სეკატორები წავიდნენ ფეხებ გაშლილი მოგეხსენებათ. ჩვილი სტოლა ქალიხა და აბიტყვია ხარ არა უკნის იქნითა. მე დიადგნენ ჩემი ფატიმა, ჩემი გოგოაგი გადაუნღე ნახე და გოგოან გასათხოვანია. ანა კამბატონო დამანტივია კაცო. მოგახსენებთ ამ ყველაფერს დაძღვევა, არაფერი არ მიკეთებენ, დაძღვევა და ვაძღვე მაღაზია, ხუთი გამძებდნენ, ერთი თეთრი როგორც ნამოგიცი ამ ინტერვიუზე, ისე ამოვუციათ იმათა, ჩემი სახსრებით თავაკეთებების. ფიუდი ბრუნვა კამბატონო $1000. მოდიან და $900 მიაქვთ. $100 მქება მე. $100 ახლა უნდა მეყოთ, აგი ფატიმა გასათხოვადია მოგახსენეთ. უნივერსიტეტში ჩააბადადი და ფული ხომ მინდა. იდეალური პროდუქტები მაქვს, ოდი 3 წლის უკან შემოვიტანე, იმის მერე ხელი ამომიკიდები არაფერი გეუბნები. ვადა ახლა მოგეხსენებათ, ვადა თავისაჩვევა, მაგრამ პროდუქტი კაგია. ვიმოგატყუებს შვილის ტონა ქანიხან და ეცია მაქვს $300. მაგრამ $300-დან კამბატონო $50 მეტამეცი მიდის ყობა. გაბრაზებული და გულნატეხი მურადი ადგილობრივ პოლიციას უჩივის. ის ამბობს, რომ სამართალდამცავები ვერ მკლავდებიან ქუჩის კრიმინალს, ხოლო მთავრობა თითქოს არც კი ამჩნევს მარტოხელა ვეტერანის ტკივილს. მე ომში წავედი, რომ ეს ქვეყანა უსაფრთხო ყოფილიყო, ამბობს მურადი. ახლა კი საკუთარ სახლშიც არ ვარ დაცული. რა მაინც არ ნებდება. ის ყოველდღე აღებს მაღაზიას, მიუხედავად იმისა, რომ ის შესაძლოა დღესაც მსხვერპლი გახდეს. ნუ გიყვი ყველაფერსა. ადიან. აი, მე ანაფერს არ მინაზღაუნდებენ. ან მოსნა ერთხელ დაგინახავ, რომ მე სამთავრობიდან ხალხში გამოჩვიდიყო. ანა. ესე თუ შემოილია ვიღაცა და თუ ის რაღაცა უკაპიტებდა. დიახ, ეს მისოს ბიჭია, კაგი ბიჭია, აიღე ინტერვიუ, აიღე კაგი ბიჭია, მისოს ბიჭია. გინაჩვანეს კაგი ბიჭია, მისოს ბიჭია. დადო, მოდი აბა, დაგინდა ბიჭი გინაჩვანე. ახლა ლალა მაზია, ძეყიდი წახედი, მისოს ბიჭო. დადო, ტელევიზიიდან ადია მიესალმე ბიჭო, მიესალმე თუ კაგი. გამარჯობა. ახსოვ აქ მოვდივარ მამიკო ხან რას მაბარებს მანდას. ვა. ათინგინო ტელევიზიიდან ადია. აი მურადი პაპას მაღაზია რო ისინი წაღაღებული არის, როგორ იქნება კარგი? თავრობა. კაგი მიტიხან. ჯერჯერობით ხო ცოცხლობთ და რა, ყველაფერი გემრიელია, ხინკალია, სნიკერსი. კი, ნახე სახე. ძირითადად პივაზე და იმაზე შემოვდივარ. სიგარეტი. სახეზე შეხედე არ ეთყობა როგორია. როგორ? რამე იყო მეძინა და ხმები გევიგონეს როლის. არაფერი არ შეიძლება, არა, აზრი არ არის. მაგრამ იქიდან ხან კიტკით მოვდივარ, ხან პამიდორით და გუბენატონი
აი ამას კითხვა მაგრამ ბიჭები მოდის ჩვენი სტონა უმანო ბინდუა ორი ის უკანა ჩამოვედი აქა და ეს სინასტიკი რომ იყიდა ჩემა ჟოზემა იმის მენეის მასში აი და ფიქსირე ჩემი ინასტიკია ბა მან დააშვილო ეგუ ხერხული ადგილია ზემოთაც და კაპიტანი აი ეგნე ჯობია გაიხიმე გონგო გაიხიმე ტელევიზორი და ნანიან სნიკერსი მით უნდა თქვენ შინო ვერ გაიგე კაცო ამ
ის მაინც აგრძელებს, რადგან ფატიმას იმედი მხოლოდ ის არის.